გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება და სიხარული. არ მინდოდა გადაღება, როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე, მაგრამ დავიწყოთ მაინც ეს შემთხვევა, როდესაც გაგანია, ისლია, პატრიოტ ზამთრის პირი იწყება და მივიდივარ და ვერაფერს ვერ ვხედავ. მიდიხარ, დაბკულებები მოდის. ნუ ეხლა რა არის? მისვით განა ვერ მივართ, მაგრამ უბრალოდ სულთან მძღოლურ ამბავში და მოგების ამბავში უნდა მიხვიდე სიტყვაზე აპუნქტი და ბ-პუნქტში 2 საათში, აი ესე დამიტის დროს მივიხარ 5 საათში, 5 საათში. მე ერთი დრო დაემატება, მეორე დრო დაემატება, მე დატვირთვაზე დააგვიანებენ იქით. რაღაცა დაემატება, რაღაც პრობლემა იქნება და საერთო ჯამში უნდა მოასწრო. აი მოსწრებაზეა დამოკიდებული ჩვენი ფინანსური შედეგით. აი ზამთარს ეს არის ცუდი და წინა ვიდეოშიც რო გითხარით რომ აი სამუშაო პერიოდი არის ზაფხული, აი ზამთარი ამ ხრიდან ცუდია. ზოგჯერ არიან ეხა ადამიანები ზამთარში არ მოდიან, ერიდებიან ზამთარში მუშაობას, იმიტომ რომ კი გასაგებია იმ თუ ჩაიდან ჩამოვიდან, მაგრამ დროის ამბიდან გამომდინარე, ეხლა ჩემ შემთხვევაში მე რო ლიზინგით მაქვს და ფილით მაქვს მანქანალებული, ამ შემთხვევაში ემატება ქირა, ხო? ყოველი გაჩენება, ყოველი დაკარგული დრო ჩემ ფინანსურ ინტერესებს ეხება. აი ზამთარში სიარული რაღაც აი ლატარიას გაგონებს რა, ან გაგიმართებს, ან არ გაგიმართებს და მე ვფიქრობ რომ აი მოდი იქნებ გამიმართოს და გავარტყა, მაგრამ საბოლოო ჯამში და შეაფასებ მაშინ, როდესაც უკვე ყველაფერი დამთავრებულია და მე ეთქვა თუ წარუმატებლად დამთავრდა შენი ჩანაფიქრი, მე ეთქვა არ გამიმართლა. თუ აღარ დამთავრდა, ითქვი უსწორად მოვიქეცი და ესე და ამას ყველაფერს ვიაფიქრე. ჩვენ როგორც ცხოვრების ნაწილები ვართ, აქედან გამომდინარე ვართ ასეთ ვოლონტრიაში. ეხლა დარჩენილი მაქვს ადგილამდე დამჭა 54 მილი. იმედია გაიფანტება ეს ისლი. საშიშროება არ არის, ეხლა არის გრადუსი +4 გრადუსია. შრალი გზაც არის. მხედველობაა ცუდი, ეს დიდი სიჩქარით ვერ მიდიხარ. აი ცუდი იქნებოდა მაშინ რომ თოვლი მოსულიყო და გაყიდულიყო, ნუ ეს უკვე გველოდება ჩვენ ზამთრის ამბიდებით, მაგრამ როგორც წინა ვიდეოში თქვი, ჩვენ ამბიძეს წინა სიკვდილად უნდა მოვემცადოთ. გინდა არ გინდა ეს ასე იქნება. გახსოვთ არა მეგობრებო, მე ჩვენ რაღაც თაბაშირი მიგვაქვს, რაღაც საწარმოში თუ რაღაც სამედიცინო იმაში ვიდივართ ორგანიზაციაში. ეხლა ამ დღეებში ვკითხულობ იური რედჰაუს რომანებს, ჩუქჩებს და ჩილოეთში მაცხოვრებელი ხალხის ყოფას ახსენს. თუ იქ საერთო ჯამში მოგზაურია და ის მოგზაური გადის ამ ამ ცივ რაიონებში და მე ძალაუნებად გახსენდება რა, რომ აი ეს ადრინდელი ხალხი ვინც კანადას იფლოდა, ჩილოეთ ქვეყნებს იფლოდა, იმას ავიკითხე კიდევ კანადის ისტორია. ეს ესპანელებმა და პორტუგალებმა სამხრეთი ნაწილები რო დაიტაცეს ამერიკის მხარე, ჩილოეთი ფრანკები განაწყენდნენ და მაგათაც მოუხდა და დაიწყეს ჩილოეთი ნაწილის შესწავლა და ისეთი მაგარი ისტორიის კორბენი და
ვარ გევრილად ვარ და უბრალოდ ვაკვირდები და როგორ დისკომფორტში, მაინც დისკომფორტია ხო და აი ძველი ხალხი როგორ მიდიოდა ასეთ იმეებში და ეხლა ასეთი საწ ვარ ქონდათ ეხლა ჩვენ ასეთ ისე მაინც ასფალტზე მივიდოდი და დაგებული გზა არის და აი პირველი პიონერები, პირველი გამყვანები კალაში მაგარი мотивация და ვეთქვიან ჟინი და ეს აგრები იყო რომ დაფიქრე და კაცობრიოს ისტორია და რას ხოროდნენ რა ეთი 50-60 წელი 50-60 წლის ასაკში უფრო მოხუცი იყავი და იმენა 20-დან 40 წლამდე უნდა მოგესწრო რა თქმა უნდა გიდებოდნენ აქედან მომიქონდათ ეს განსაკუთრებით ბეწვეულობა, რომელიც ფასობდა ევროპაში, თავისთავად ქვემოთ ფლობს და ბრილიანტებს ეძებდნენ. მაგრამ ეს ბეწვეულობა დაები პროზე ნაკლები ფასი არ იყო. უღირდათ, როგორც ფაქტობრივად არაფერი არ შეცვლა, მაშინაც ფულის გულიც ხდებოდა ეს ყველაფერი და დღესაც ფულის გულიც ხდება. მასშტაბები და მეთოდები სხვადასხვა, მაგრამ ისეთ წეღაროთი აი ზაირამ ხელა ის ქონდა და უსინე ხა ზოგიერთი კაცო აფული უნდა მოცევა ესეთ ამინდებში და ასეთ იმებში ვიაროთან გაუქმური სიტუაციაში ან ავანტყოფებების სინკა და გორა ქართულად მილები რო უვარდებოდა ამ სიცივეში და პროდუქტი ხო მინდა რომელსაც ვიტამინი და ცოტა ძალა და ისე რა სჭამდნენ გამხმარ და გაშუქი წევს ცინგა როგორა ხანდა ცინგა რო ემართებოდა და ძილები რო უყვებოდა და მილები უვარდებოდა და ესე დამიდებში რომ დადიხარ ძალეუნებოდ ასეთი ფიქრები მოდის კარგი თავ რამდენი დაგჭო 23 მილი ჩვენი წვიმანებით გავაგზავნოთ ამას სანდვიჩი ვარ და ორგანიზაციაში ვიდივარ ეს კიდო კარგად ჩას ფაქტობრივად გერმა არის ხოლმე რომ აი კაპოტის იქით ვერ ხედავ აი მაგ დროს მე გაჩერდე მე მაგარ ჩერდები ხოლმე და ეხლა ასეთ ამიცი აი თვითი ხარ მაგრამ სწრაფად ამიგიხარ მიდიხარდიელა ეხლა მითხრა რომ მარჯვე უნდა შეუხიო რას მერვე ექსიტზე უბრალოდ სადარის მარჩას კარგად თავარია არ გავსდეთ Then take the first left. Turn left on an avenue. ჩათვალეთ რომ თქვენზე ხართ ეხლა რუზე ეხლა ბევრს არ ვილაპარაკებ ცოტა ერთო სიტყვას გეტყვით თქვენ რა შეგრძნებები დაგჭირებათ ეხლა GPS-ი მეუბნება მასში უნდა შეუქმნიო მოგიწევს ალბათ სოფლის ქუჩებში სოფლის მიწროებებში სიარ ის ტრასიდან გადმოვედი გავიხედეთ მარცხნივ ვერაფერს ვერ ხედავ ნელა თუ დამარტყავს და ხმატავს Continue on an avenue. No, akats პირველი დაცვა და პირველი დაზღვევა არის რომ ისეთი სიჩქარით იარო რომ მოდის ლიანდა და უბრალოდ ვერ ნახე ზადა დაიმენი რომ დაამოხჭებს რომ გაჩერდეს მანქანა ეს
ერთ-ერთი პრობლემაც არის, ეხლა რომ პირველად რომ მოდიხარ, ხო არ იცი, ეხლა ადგილობრივ რო იყო, მე ბევრჯერ რომ გავლილი ეს გზები უკვე იცი. სად არის მოსახლეობა, სად არის აღმართი და აღმართი. რაც მიდიხარ და რაღაცა ვთქვათ 100%-დან 60-70%-ზე შენ თავზე ხარ დამოკიდებული და 30-40% უკვე გარემოებაზე ხარ რაღაც როგორ გითხრა და თვითონ იმაზე რაღაც ლატარიასავით აკაკ ეს 30-40%. ესეც სამუშაოს პრინციპი. ჩვენ ასეთი ვიდეო გადაღებული გვაქვს გოგონ თოვში არა მეგობრებო თოვში რო დავდივარ და ნისლი არ მახსოვს ნისში სიარული არ მახსოვს და აი მოგეცა საშუალება ნისში სიარული ავსახე. ეხლა ზოგი მეტყვი დავა თბილისში საქართველოშიც არისო საქართველოში არ ჩვენ ვინაიდან ამერიკაში ვართ ავსახად ამერიკული იარაღს. ადრე მახსოვს კომუნისტები დროს აი ჩემი თაობის ხასაბად ახსოვს ხომ ნისლიან ამიჩით მიდიხარო ფარები კომოდით უნდა გააფერადო 20 წუთი შანდეს თავის აქ მე არ მინახია რომ ეს პომადა წაესვას საკუთრებით აი მანგლისში და წამის ხელო მიდიოდით ოპა აი ამერიკა road closed one hit to local traffic აი ხედა ამერიკა და მოვატრიალო მე ადრე ვერ შევამჩნიე ეს წარწერა ესე მშენებლობაო მარტო გოლკა ესე მე სადაც უნდა მოვატრიალო ხედა ვერ შევამჩნიე და რა Tiger road closed area road closed to traffic road closed to traffic მე მაგის კი დავეწევი ახ მოვატრიალებ აი ჩემი კანონში მასკეს სიგნალი არ მეში სიგნალები ისლი ვარი Все, მოვატრიალე, გადმოვარს. მოვატრიალები კეთილს უკვე მანქანა მიყურებდა და შემავჩნია. ძალიან ისლია რა ვერაფერს. აი მეგობრებო, მოხედავ, წინასწარ არ ვიცი და უცბად საინტერესო იმაში მოვხდით. რა ვიცოდი რომ გზა დაკეტილი იქნებოდა ხოლმე და რომ მეუბნებიან ხოლმე. აი ეს არის ჩვენი უნებრივი და ნატურალური გადაღებები. In 4 3/4 miles, turn left on US 20 West. აი ქონა მოვატრიალო სავარაუდოდ დეტო ჩადი მანქანა აი ყოლ დოგომოდის მანქანა ეგ შევამჩნიე ვარ მე აი ეს ადგილობრივი ამან იცის რომ უნდა მოუხილოს მე არ ვიცოდი ამას მაგათ კოკა-კოლის მანქანა ან
ამ შემთხვევაში ყოველთვის კარგია აი ესეთ ტრაილერ გამრი რა. საშუალება მომეცა რომ გავეკეთოთ. In 3/4 of a mile, turn left on M Avenue. In 1/4 mile, turn left on M Avenue. Turn left on M Avenue. In 2.5 miles, turn right on 240th Street. შტატებში გზები კი არის, ეხლა პატარა მანქანით ყველგან შეხვარ, მაგრამ დიდი მანქანით და იცოდე, ზოგჯერ ნავიგატორი გაჩვენებს განსაკუთრებით ეს ტელეფონის Google-ის Maps-ის ნავიგატორი გაჩვენებს, მაგრამ ის გაჩვენებს პატარა მანქანების გზას. ტრაილერით ვერ წავალ იქა. ნაგოერიდო. მაგ შემთხვევაში ზოგჯერ ტრაილერის ნავიგატორი და ტელეფონის ნავიგატორი რო სხვადასხვა აზრი გეუნება, მე რო შენ თავ შენას აზრი რა არის, რომ ვიწრო გზები არ უნდა იარო ამ ხელა მანქანით, ეგ მომენტია რა. და ეხლა დაემატა ის, რომ ეს ისლიცავი და ვერ ხედავ, რომ გზა გელოდება წინ. Google chart-ი არ არის, Google არის სუბუქი მანქანების. ტრაილერი ცოტა სხვა თემაა რა. ამ ხელა მანქანით მეტად ვერ შეხვარ, აი მომენტია ეგ საშიშროება. აი ძირითადად პატარა მანქანები დადიან. Coca-Cola-ის მანქანა გამიქცევა. Coca-Cola-ის მანქანა ადგილობრივი იყო. დასახლებაში მოვედით. იტაბირო დაკეტილია გზა უფრო ხედავ და მარჯვე მოვიდიო.
Turn right on 240th Street. Continue on 240th Street. აი სასაფლაო. ისლიან ამიჩი. ვაჭი სასაფლაო. ებოდი დავაფრთხილოთ ჩვენ სტატუსზე. ვიდა რომ გადაიო, არ გამოდის. თუნდაც უნდა იყოს. მაჩვენებს რომ პირდაპირ იარეო და გზის პირას არის ის საწანო სადაც მივიდივართ ესეც კარგია ალბათ პრობლემები არ შეგვექნება მაგრამ მაინც ხედველობა ძალიან ცუდია ელდორა კიდე ჩვენ ელდორა ერთადერთი ის არის კარგი რომ დღისით მოდივარ. აი ღამე რო ყოფილიყო. დისკომფორტი იქნებოდა, მაგრამ ახლა მაინც შედარებით ადვილია. ეტოურიო და კიდევ მომაკვდა დაიცა. ჩვენ არ მინდა პირდაპირ. ეს მოსატრიალებელია. ეტოური ეწერა და და მოატრიალო იქ არისო რა ესეთი შესაძლებელია და ჩვენ ახლა პირდაპირ ვიდა რომ გაგვაჩვენოს რომ ჩვენი საწარმოare პირდაპირ ელდორა დასახლებაში მოვიდება რაფერი არ ჩანს ამია ხეებიო კარგია მე მიშიში არ აგრო საერთოდ მამთან არის რაღაცა გამოვარდება დღიდან ისე მაინც მეწყლება სამხელან მიშილება და რომ ხან უცბად აი ეს დასამუღამებელი მაგრამ ეს დოკუმენტური ის უცბად აზრი მოგივა ეხლა აკუთვნი ხიდან უნდა მეთქვა დღიდან მე მაგ ხიდან რა ალბათ მაინც ეს ყურადღება რომ გაფანტული მთელი კონცენტრაცია მეტყველებაზე არ აქვს დავარქვათ მეგობრებო ამ ჩვენ ვიდეო რგოლს იქნები ნისხი ალბათ რა პროცესები ნისხი ეხლა ჩემ ფიქრებზე აგეზიარებთ ეხლა მე ხო დატვირთული ვარ ხარ აი მყარად გახალდა რომ გადმოვიტვირთები და სხვა მისამართზე წავალ ცარიელმა უნდა ვიარო ხო აი მამდე არ მინდა ამიტომ მოთხოვოთ ბუნებას და უფალს რომ იქნებ გაფანტოს რომ უკვე თვითის ასაღებად რომ წავალ რომ ცარიელი წავისა ხედველობა კარგი მქონდეს ყოველთვის კარგია ტრალი რომ დატვირთულია რა თოვშიც კარგია მძიმე რო ხარ ხარშიც კარგია ისშიც კარგია ოთეს ასუველია რომ ტრაილერი ოთეს დატვირთულია ცარიელი ტრაილერი როგორც შეიძლება ისე დახტის აკეთებდა და დებარებას რო თქვა დატვირთული ხარად გახარდა აი მედია
დაიღალეთ მეგობრებო. არ უნდა დავიღალოთ, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. ყველა დამხმარებას გადავნახავთ, რა ხდება. ისრია გზასაკეთებ უნდა დამიგვიდა. მეორე კარგია, რა ხან გზას აკეთებდნენ, ესე ვიცია რომ ამიტომ შეიძლება და ჩვენს მაგიგვიდა რომ ისლი გაიფანტოს, გაიფანტე. დაგჭა 10 მილი. აი ნელა რომ ვიდიხარ ისე გძებდება, აი ამას გადმოხვევა და თბილა თუ შემოჩნია, აი ბიჭა. ეხლა დავიძაბე, კი დავინახე რომ გაჩერდა, მაგრამ ზოგჯერ ხოიცი უბრალოდ თავში მოვლეშე რომ მოატყისა, აფია. შევარდეს. განსაკუთრებით არ ეწყინება ჩვენ მანდილოსს და ქალებს ახასიათებს ხოლმე აქაც რა, უბრალოდ თავში მოვა და აქ მოატრიალებს, იქ მოატრიალებს და ძალაუნება ჩვენც უნდა იყო ფრთხილად რა. იმედია ქალბატონებს არ ეწყინებათ. და აი ამ დროს იცი ახლა ტელეფონით დარეკა ხო რომ ვიღებდი უბრალოდ დარეკა იმან და ამ დროს არ ეხა დისპეჩერმა იმან დარეკა ამ დროს არ ვიღებ ხოლმე იმას ხუმის რა იმიტომ ასე დამინჩი ეხლა ტელეფონით ლაპარაკი და ეს არ არის მიზან შეძორი ჯობია მოითმინო. დაგჭა 7. მეგობრებო, ვიქტორინა გავათამაშოთ. ეხა ხო მივა და ხო გადმოტვითავენ. და ჩვენი ინტერესი ხო არის რომ ისლი გაიფანტოს. და ასე საინტერესო იყოს როგორ ფიქრობთ რომ წამოვათ და თვითის ასაღება წავალთ. ისლი გაიფანტება თუ არ გაიფანტება. გაფანტეთ რა თქმა უნდა გაიფანტება, მე ვამბობ 3 საათში თუ გაიფანტება, 3-4 საათის განმავლობაში თუ გაიფანტება და არ გაიფანტება, ვინც სწორ პასუხს იტყვის 3 საათში თუ არ გაიფანტა, არ გაიფანტება, 3 საათში თუ გაიფანტა, გაიფანტება. აი ესეთი ვიქტორინა გავათამაშოთ. ვინც მოიგებს მას ჩემის ციგნი ორეული საჩუქრად. დაგჭა 4 მილი. აი შემოვედით ელდორაში. დასახლებული დღეს ვერ ხედავ, რაღაც შორს ხედავ, მაგრამ ესეთ უნდა იყოს სახლები და ისე ჩარჩოვი ბრეთენ ხარ. სახლებს ვერ ხედავ. არის უბრალოდ იში არის ჩაფრული და მოტოციკლს საფრთხეს ხედავ. ელდორა. აი ეს სახლი დამუშავდა ცოტა შედარებით. ელდორა. რაც გზის პირას არის და იქიდან ხედავ თითქოს არის ჭიდრო დასახლებული და ისეთი ისრია. და მეტი ქუჩაზე უნდა მოვუხდეთ მარცხნივ. ისტორია ოფ
გამოჩნდა უკვე ქალაქში მაინც სახლები ეს ვარი ისე არ არის მიმოფანტული ასე რომ ვთქვათ იატაკზე ქვემოთ მიწაზე სიტი პარკიო სახლია ცენტრი თავისთავად ეს ასე ძახიან ეს მერია იქნება ან ეკლესია ეკლესია მაღაზიები ეს სტანდარტული ამერიკული ქალაქების დამახასიათებელი მatra დასახლებული ქალაქების დამახასიათებელი მომენტია ერთი ცენტრალური ქუჩა, იქ ბანკია, იქ ეკლესია, იქ მაღაზია და მერე ჩვეულებრივ დასახლებული სახლები და თავისთავად საწარმო ბეჯე გვაქვს ნათქვამი ესა რა ხდება ჯერ საწარმო შენდება მერე საწარმოს გარშემო საწარმოში ვინც მუშაობს მუშები იმათთვის გარშემო სახლები შენდება და ეგ მომენტია რა ფაქტობრივად ყველა დასახლებას ეს ისტორია ახლა ერთდროულად არ იქნება გამონაკლისი დავიდეთ ახლა ჩვენი საწარმო ნახოთ ჩვენი საწარმო სავარაუდოდ აბა სოფლის მეურნეობის, ზოგადად ეს აიოვა სოფლის მეურნეობის შტატია. სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულები. აბა სადარი 21 ქუჩაზე უნდა დადოვიდეთ მარცხნივ. ეს უყვართ ხომ ეს ძველი რაღაცები შენახვა და მუზეუმი ანტიკვარული ნივთები, ეს ტრაქტორები და ასე შემდეგ. Industrial Park. Industrial Park. Industrial Park. Truck route. Okay. Masala chune sacharbo. 121st Street on the left. Artskhena მხარეს არის მოდი მე ჩავიხედავ რა იმაში ვიდვათ კომპანიაში არავერიოს და გარემ ჩავიცმე კიდევ ვიცი თორე შეიძლება გადახტულო მომიწიოს და საერთოდ წინას არ ვიცმევ ხოლმე რომ ვისამაც რომ ვეძებ ხოლმე ზოგჯერ გადასვლა მიწევს და ასე მაიკაში რო გადახვა არ არის კარგი წავედით კომპანიაც გავიგეთ რა არის შელ რაღაცა ქვია ასეთ დასახლებებში რა მოწყინილობაა რა ხალხი ცხოვრობს ჩვეულებრივად არის თუ 930 წერია რა ეს მეტი 1000 აგერ არის ეს 1901 ალბათ ხო აგერ არის აქეთაც აი შენობა
EDM. Ui, am talach una shevide. Oh, ai tsui. Au. Ai es kompანია 1901. Აცი რო არ არის. ოფისის დაკიდილი აბა ნახო ერთი რა ხდება. ცივია, მაგრამ საუბრობთ ალბათ მისამართია და აბა წერია საუფი და მივიდეთ ერთი მაინც დავწმუნდეთ Mrs. Smoke არა რა წერია ესე იგი all drivers please report to the south entrance door south entrance door სად არის თო south entrance door დაკეტილია და თითქით წავიდეთ south entrance door იქით კემიდეს ეს მიწიანი გზა south entrance doors ეს ახლა რომელ მხარეს ავართ ჩვენ გაიგე south სამხრეთიო მოდი მივიდეთ მაშინ თი გავერისკოთ სამუშაო პროცესებია პრინციპი აი მოვედი south entrance doors სად არის არა კაციშვილი არა ამიტომ საუბრობთ ალბათ იქით აგეწერია shipping and receiving ასაგებია აი აწელია აგენ უი მე ამ ტალა შეხავს ჯორჯ დაგვეწყო ზამთარი დაგვეწყო ალბათ აქ იქნება ხო რომელიღაცა ეს იქნება რა ოფისი if ring buzzer if no answer call here მოვედით okay ring buzzer if no answer call here აბა ჯერ დავაზარინოთ თუ არ გიპასუხებსო დავრეკოთ ამ ისამართზე ეს ამ ტელეფონზე რეგია if no answer okay შუქი აინთო ბუზერ აგერ არის აი ვიღაცა გამოჩნდა okay don't break okay დადექი იქაო და მე დაგიძახებთ მე შეიძლება ბატონები ჩავიცვალო ამ ტალახში საუბრობთ ეს ადგილი იქ რო გავიდე უნდა გადმოვიდე გავაჩვენე ახლა მე ისე რომ ეს კაცი არ გავაღიზია ესე რა წნარი ამერიკული დასახლება პატარა ბიზნესი აქვს თავისი ის აქვს და სამსახური სახლი სიმშვიდე ასაც ეძახიან ამერიკულ თუ სახლიც აგაკ და ისიც აგაკ ამერიკული ოცნება დაველოდებით ახლა აქ მინდოდა ვიდეოს აქვია შეწყვეტა მაგრამ ჩვენ ხო ვიქტორინა გვაქვს გამოცხადებული და სანამ გადატვირთავენ ეს გაიფანტება თუ არ გაიფანტება ნახოთ ნახეთ მეგობრებო რა სიწყნარია და რა სიმშვიდე
განსაკუთრებით ეს ძრავას რო გაჩერდა. არის 7 დინები ცხოვრება ესეთ შუა ამერიკაში, კერძოდ აიოვაში. ისე რა თუნდაც ეს გიფსი. საინტერესო კია, მაგრამ იმდენად არის დახურული ეს ყველაფერი, რომ შიგნით სამწუხაროდ ვერ შევა. დიდი სიამოვნებით გავისეინებდი, მაგრამ ისეთი ტალახია გარშემო, რომ მენანება ეხა ფეხსაცმელების გაჭუჭყიანება და მე ჩვენი ჯორჯის. მზეო, ამოდი, ნისი, ნამდვილად არ გვინდა. ამოდ გაიფანტება რა, რომ ეს საათია, ჯერ 10 საათია. არც არის 10 საათი, ამ კორიდორ 10 საათი ნიუ-იორკის და გამოვიდა ეხლა ალბათ ხარებს გამიღებს იმას. გამოვხდეთი. ასიზა მომიწევს ამ ტალახში სიარული. ვიმე ტალახია. აი როფია. Videoing me? No, just მე მიღებო. არა მეთქი და გამიღე ნომერ 9-თან გააჩერე დოქტორ. არა ვიკიდო. დავაღებოთ ახლა ჩვენ ცხრა. Dadi ishe schön. Sulazi aus der Quackoro. ყველაზე სუდი ტალახში დაყენება რა. ის მიმოაწია და აი ჩანდავე ხე ამ ტალახში წოლის ფიქრები ტალახში არ ვიქნები უნახეს გახსოვთ ადრე ტალახში რო ვიყავი და ეს რო სრიალი და აქაც მე ხარ მოსრიალდა იმ ტალახში ცუდი შეგრძნება ახინეთ ოკეი всё დაიწყებენ გადმოტვირთვას. არ გვინდა ტალახი, რა კარგად მოვასარე, ნახე 1 2 3 მანქანა მოვიდა. ყველას დავასარე, პირველი ვარ, პირველი რიგში. ოღონ შემთხვევით ჩვენ გავარდა. ამასაც მისედო. ეს ის უნდა დაიტვირთოს. ხა მე მოვიტანე. ალბათ ეს გადანო ისევ და ისევ იმ სასაწყობო ბიზნესია რა. ესე საშუამოვლო ამბავია სადღაც შუაში, აიოვაში. მგონი უფრო სასოფლო სამეურნეო მასალების საწყობია რა. უბრალოდ მე ვთქვი გიფსი, ალბათ გიფსიც რაღაცაში საჭიროა. მოგვიტანეს გადმოტვირთეს და წავიდეთ. აბა ამინდი იცვლება თუ არ იცვლება. მოდი ჩვენ დავიძრა და მე ვნახოთ რა ხდება ამინდის ამბავში. ეხლა ეს გადაუგზავნო ჩემ დისპეჩერს. მოვიზადოთ და დავიძრა. ტალახიდან გავიდეთ, ისეთ ადგილას გავიდეს, უკან გასაწევი მაქვს ის პრობლემა. ისეთი ადგილი უნდა ვიპოვო, რომ ფეხსაცმელები არ დავცვალო.
1 საათი ვიდექი, კიდევ 2 საათი გვაქვს ვიქტორინის შედეგები რო გავიგოთ. ნისლი არის, მაგრამ ეხლა დასახლებაში აი რო გავალ ტრასაზე, აი გამოჩნდება როგორი. როგორი ნისლი დაგხვდება, მაგრამ ჩვენ ეხლა ჯერ ასფალტზე გავიდეთ, რომ ეს გავასწოროთ ეს რა ქვია იმას. აქსელი. Iot. Davide ticket. ასე არ ჯობია კაცო იმ ტალახში სიარული. ოკეი, ეს. აბა ჭუჭყი არის თუ არ არის? ეს გასაწმენდი გვაქვს ჩვენ ხო არ ვიცი სად მივდივართ და არა მოდი ცოცხლ მოვიტან გავწმენდ ახლა ცოცხლით რო გავწმენდო აქა აქ დავყარო არ მინდა ცოტა ოფისის წინ ხარ დავყო მოდი რომ მივათ ადგილზე იქ გავწმენდოთ იო სათავართ დისპეჩერს გაუგზავნეთ ეს საბუთი და ველოდებით ახალ შეკვეთას ჩვენ კი ამინდის შეცვლას ნისლი არის პერიოდულად თითქოს მზე ამოდის მაგრამ ვიცი ჯერჯერობით დიდ განსხვავებას ვერ ვნახულობ. ეხლა უბრალოდ დასახლებული პუნქტი რო არის, აქ ისე არ არის კარგად ჩამოწოლილი ნისლი. რაღაც 1 საათნახევარი უკვე გავიდა. როგორ ავთქვით, 3 საათში თუ წავა ნისლი თუ არ წავა და საათნახევარი დაგვრჩა. რომ გამოვავლინოთ მოგებული ნისლი გაიფანტება თუ არ გაიფანტება. აი მოგვივიდა შეკვეთა. გონი მზე არის და აი მაინც ბოლომდე მაინც არ ვიტყვი. წავიდეთ ახლა. დასახლებული პუნქტი რო არის კიდე ნისლი, მაგრამ აი საბოლოო პასუხს ვიტყვი, გზაზე რო გავართ. 66 მილი გვაქვს გასავლელი. 3 საათი არ არის გასული, 3 საათამდე 15 წუთია დარჩენილი და ვიქტორინის სწორი პასუხი ხომ უნდა გამოვაცხადოთ. ნისლი რა საშინელი ფერები იყო და ეხლა შეხედეთ უკვე ნისლი გაიფანტა და თავისი შემოდგომა, თავისი ყვითელ-წითელი ლამაზი ჟღარუნა ფერებით უკვე კაი ხასიათზე გვაყენებს. ლამაზია მაინც. და ნისლი რომ მოდიხარ, ვაიმე ფიქრობ, ვაიმე ესაც ცუდია, სინამდვილეს ნახეთ გარშემო რა სილამაზე ყოფილა. ცხოვრებაც ასე არ არის მეგობრებო. ნახეთ როგორი ნისლიანი ამინდი იყო და უცბად რა სილამაზეში მოხდით. ცხოვრებაში ასეა, ცუდიდან გადადიხარ კარგში, კარგიდან ცუდში და ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ ყოველთვის კარგი ვიფიქროთ და კარგი განწყობით შევუდგეთ ამ ცხოვრებას. ნისლი გაიფანტა და ჩვენ თვალწინ ადვილი იქნება ასეთ ამინდში, ასეთ კარგ სილამაზეში სიარული და გავიხაროთ და დავტკბეთ ამ სილამაზით. მოგებული იქნება ის, ჩვენი ვიქტორინა მოიგო იმან, ვინც პირველმა თქვა, რომ არ შეიძლება ვიდეო დამთავრებამდე ან ვიდეო შემდეგ, რომელიც იტყვის კომენტარში, რომ ნისლი გაიფანტება, ის იქნება მოგებული. სულთა ლატარიის ამბავია რა, ვინც მოასწრებს ის არის მოგებული. კარგად მეგობრებო, მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე